სოფლიოს დამსახურებული ჩემპიონი ყავს, ესპანელთა სრული დომინირება ვიხილეთ ფინალში. არგენტინელთა გეგმა ჩავარდა. რას აპირებდა სკალონი, რომ არა არასასურველი 2-3 დეტალი და ამოწურული სპორტული იღბალი. არგენტინის ნაკრების ზღვარს გადასული უხეშობა და ფეხბურთის ანტიპიარი. გოუთის ბოლო მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე. ცრუცხრიანი მუნდიალის ფინალის ანალიზი დაბრუნდა, რა გამოგრჩა და რა იყო ისეთი პატარა დეტალები, რაც შესაძლოა თქვენს თვალს შეუმჩნეველი დარჩა უშუალოდ მატჩის ყურების დროს. მოკლედ, კარგად მოკალათი და საინტერესო ვიდეო გელოდება დღეს. ძალიან ბევრ თემაზე პირდაპირ და მორიდების გარეშე ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, გათამაშებაც კვლავ ჩვენთან არის, რომელზეც ბოლოს დაუბრუნდები, ასე რომ მთლიანად უყურეთ დღევანდელ ვიდეოს და არ დაგავიწყდეთ და ლაიქება. წავიდეთ ახლა ტაქტიკურ დეტალებზე. დავიწყოთ ჯერ შემადგენლობებით. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, იამალის ფაქტორი არ არის სასურველ ფორმაში, თავის საუკეთესო ვერსიისგან ძალიან შორსა, თუნდაც ევროპა გავიხსენოთ 24-ის და შემდეგ საკვალიფიკაციო ციკლი ჩვენთან როგორ თამაშობდა, თურქეთთან 6 თვლზე რეები აკეთა და თავის სადღაც 30% იყო ლამინ იამალი ამ სოფლიო ჩემპიონატზე. მე თამამად ვამბობ ამას. თქვენც დააფიქსირეთ თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით. აიძულა იამალმა, რა თქმა უნდა, თავისი გავლენიდან გამომდინარე, რომ ასეთი 11-ეული შეერჩია სკალონის. გვახსოვს ჩვენ რომ აქამდე ნიკო გონსალესი არ იწყებდა ზიგზაგში თამაშს და ეს გაპირობებული იყო იამალის ფაქტორი. პოროს პლუს იამალი ამ ფლანგს ძალიან სწრაფს ხდიდა. ბუნებრივია, მარცხნივ გადაწეული ალვარესი ან მაკალისტერი ვერ დააზღვევდა იმდენად ტალიაფიკოს იამალის წინააღმდეგ და აქედან განწირულები იქნებოდნენ არგენტინელები და ამან იმუშავა ტალიაფიკოს პლუს გონსალესი, რომელსაც შეუულია ვინგბეკად თამაში მარცხენა ფლანგზე 5 წელში და ხანდახან 4-3-3-ში თამაშობს, მცველს და ზოგადად პრაგმატი ტიპია და მუშა. იამალს არ ქონია საუკეთესო მატჩი, ამას მიაღწიეს არგენტინელებმა, თუმცა სხვა მხრივ ეს სპორტული ფორტუნა და ეს იღბალი რაც ჰქონდათ, ამოიწურა და სხვა ამბავში აღარ გაუმართლათ, რაშიც აქამდე აშკარად ძალიან დიდი დოზით ჰქონდათ გამართლების მომენტი. უშუალოდ მატჩის სცენარს ახლა რაც შეეხება, ჩემი მეგობრებიც, კოლეგებიც ბევრის გამსმენია, რომ არ უყვართ ესპანეთის ნაკრების თამაშების ყურება და რატო ახსნი ხა სწორად რო გაიგოთ და აგრესია რო არ გაგიჩნდეთ. ესპანეთს უყვარს გაგუდვა და გათიშვა მეტოქეების და სრულ დომინაციას, სრულ კონტროლს ახდენენ ურთზე, მთლიანად მეტოქეზე და აიძულებენ მეტოქეებს, რომ თავიანთ სათამაშო სტილზე თქვან უარი. და ისეთ თრილერს, როგორც მაგალითად წინა მუნდიალის ფინალში ვნახეთ, ჩემპიონთა ლიგაზე პარიზში, პარი სენ-ჟერმენი ბაიერნზე ვნახეთ, ესპანეთის წინააღმდეგ ეგ გამორიცხულია. არ ხდება ეგ. თუნდაც აი ინგლისი არგენტინაზე რაც ვიხილეთ, ხო? და სხვადასხვა მატჩები რა. ხორვატია საფრანგეთის ფინალი რაც იყო 2018-ში და ესპანეთთან ეგ არ ხდება. მათი ფილოსოფიიდან გამომდინარე, მეტოქეებს აიძულებს და ან უნდა მოუგო ავტობუსით, ან არ ვიცი, ჯერ არ დაბადებულა არავინ, ვინც ბურთის კონტროლში და დომინაციაში ეგეთ სტილით გავადა აი ამ მთელ 30-40 წლიან სკოლას ესპანურს ესე გადაიმტრევს მოხდა. ჯერჯერობით მსგავსი სანაკრებო დონეზე არავინ გვინახავს და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ შეხვედრაშიც და არგენტინამ რაც დაუპირისპირა, იყო სწორი მათი პრაგმატული კუთხიდან გამომდინარე და რესურსიდან გამომდინარე და აქ დააკვირდეთ წეღან იღბალი შემთხვევით არ ვახსენე რა. ქონდა არგენტინას სულ დაყვებოდა, ვიღაცები მსაჯს და FIFA-ს ამბობენ, მაგრამ ამ ეჭვებს გავფანტავ მოგვიანებით დაუბრუნდები სამსაჯო თემას. ეს იღბალი არის ამოწურვადი და 91 წუთი როცა მიილია წითელ ბარათამდე ენცოსი. თუ ასე დასრულდებოდა ეს შეხვედრა, რა ხდება, როცა ძლიერი ხდება სუსტ ეს რო ავიღოთ რა. წარმოიდგინეთ, ბურთი გიჭირავს, დომინირებ მეტოქეს თავზე ახე უტევ 90%-მდე ადის მომენტებში შენი ბურთის კონტროლი, მაგრამ გოლი ვერ გაგაქვს რა. ანუ საფრანგეთთან ის 2 გოლი რო გამოვაკლოთ, იმის გარდაც კი უფრო მეტი სახიფათო მომენტი შექმნა ესპანეთმა იმ მატჩში, ვიდრე მთლიანად ფინალში არგენტინასთან. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა შენ ბურთის კონტროლს ვერ იყენებ. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ხისტია მეტოქე ნერვებზე მოქმედებს, ყვითელი ბარათები რაღაცები ძალიან ბევრი გაუტარა, სადღაც 3-4 ეპიზოდი მსაჯმა და საქმე მიდის მერე დამატებითებამდე, შემდეგ შემოდის უკვე დასვენებული ლაუტარო მოედანზე, ცვლის დაღლილ ალვარეს და იქ მესის პლუს სიმეონე ლაუტარო პენალტების შიში, სადაც მოდი გულახდილები ვიყოთ, რომ ესპანეთი ძალიან სუსტია ხოლმე პენალტების სერიაში და ემილიანო მარტინესის წამქცევები ეგენი არ იყვნენ. არგენტინას თავიდანვე გათვლა ჰქონდა. იქნებ ბრმა 1-0 მოიგოთ, ან მეტწილად მათ გეგმა ეფუძნებოდა პენლებამდე მიყვანას. ეს იყო მეტი რა უნდა დაეპირისპირებინა ამ არგენტინას, ამ ესპანეთისთვის უბრალოდ წარმოუდგენელი არის, ხო? და ნაბიჯ ყველაფერი მიდიოდა აქედან რა. აი ბოროტად ჩაღიმებული
ვამბობდი რომ მეთქი კიდე ეს ხდება და აი გულახდილად ვიჯახი როგორც ბარსას გულშემატკივარი მივხვდი რა სიმწარეა და რა მომენტი არის როცა ასეთი ფეხბურთი ცდილობს შენთვის მეტოქე ანუ შენთან მოგებას რა ტეხავს და ანუ ფეხბურთისთვის კარგი იყო რომ ესპანეთმა ეს ფინალი მოიგო იმიტომ რომ არ იმსახურებდა არგენტინის ნაკრები მთლიანად ყველა ადამიანი რო ავიღოთ თავისი მასაჟისტებიანა და ფიზმოსადებიანა ყველა აბსოლუტურად მარტო მესი არა არ იმსახურებდნენ ჩემპიონობას იმის გამო რაც აკეთებდნენ და უხეშობამდე მივალ იქამდეც მოგვიანებით ეგ ნაწილიც მაქვს და ეს მესის ეს იმიჯი და ეს ღვთაებრიობა და ეს ამოწურვადი ანუ ვეღარ ეყოფოდა რა ყველაფერში და ყველგანთან ინგლისთან დატოვა მესი ყველაფერი ისევე როგორც არგენტინამ როგორც აღმოჩნდა რა იმ მატჩში ნახევარფინალში ეს ამოეწურათ არგენტინელებს ეს ყველაფერი ფორტუნა იღბალი რაც გინდა დაარქვით ენერგია და მოდი მივადგეთ ახლა უკვე აი ამ ყვითლების მომენტებს და გაძევებას და აი ამ ჩეხვის მომენტებზე გადავიდეთ რაც იყო გარდამტეხი ამ შეხვედრაში ამან ანუ ბეჭედი დაარტყა და წერტილი დაუსვა ამ ეპიზოდმა ფინალს ორი წამის საქმე შეგახსენებთ რომ დაალაიქეთ აუცილებლად დღევანდელი ვიდეო გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი რომ ცრუცხრიანის გუნდს დაეხმაროთ განვითარებაში და რა თქმა უნდა გათამაშება 2000 ლაიქზე ირთვება ეგეც ვიცით ასე რომ ლაიქ გადავედით ხა წითელ ბარათზე და იქამდე ბმა ლოგიკური ჯაჭვირა სცენარის ამბავში უიღბლობა და ამოწურული ფორტუნა ორი ტრავმა იყო ორი ცენტრალური მცველი ანუ სოფლიო ჩემპიონატის ფინალში კი არა ზოგადად მატჩებში დიდი იშვიათობა რომ ძირითადის ორი მცველი გემტრევა ამან სკალონის გეგმა B არის 78 წუთს მერე გადადიოდნენ აბსოლუტურად სხვა სათამაშო სტილზე იქ ნახეთ ეგ კაბო-ვერდესთანაც შვეიცარიასთანაც ინგლისთანაც ყველასთან შემტევი გუნდი ხდებოდა უცებ არგენტინა. ამ ტრავმებმა ის ცვლილებების პაუზები დაუსრულა, ლიმიტი აღარ ქონდა, ანუ ვეღარ შეცვალა ხალხი რა, ის ვინც როგორც უნდოდა და ბოლო-ბოლო ყველაფერს თავი დავანებოთ, ლაუტარო მარტინეზი ვეღარ შევიდა. ბოლო სენესი რო შეიყვანა, იმიტომ შეიყვანა, რომ ვეღარ ძლევდნენ დაცვაში 10 კაცით და ვიღაც უნდა გაიყვანა ალვარესი, ნუ მესის არ გაიყვანდა და ვეღარ შემოიყვანა ლაუტარო. შემოვიდა მცველი, ხო, ბუნებრივი არის ეს რაც მოხდა, ამაში ვერ გავამტყურებს კალონის და ლაუტარომ იმიტომ ვერ ითამაშა, რომ ორი მცველი შეცვალეს იძულებით. ეს არ ყოფილა რომ აუ რო წერდნენ რომ ლაუტარო როგორ არ თამაშა და აქ მცველი შეცდა და რაც შეცდა კი არა რომ ვეღარ გააკეთა ის რასაც აკეთებდა აქამდე რა. ამას დაემატა ენცოს აბსოლუტურად სულელური თამაში თუ აქამდე იდეალურად შრომობდა და გუნდურად ირჯებოდა. ამ ეპიზოდში მოდი პირველ ყვითელს შეხვედოთ. იდიოტური ყვითელი იყო, ეგეც მატჩის მიწურულს. საჯთან კამათის გამო ჯერ ანუ რა ჯარიმები გაგიტარა შეკაი ადამიანო. რამდენი ყვითელი არ მოგცა და იქ წითელზეც იყო საუბრები და აი ამ ეპიზოდში რო კიდე საჯს უყვირი ხარ ბოლო ხმაზე და ჯარიმა რატო არ მომეციო? ანუ სულელი ხარ რა. გადის რამდენიმე წუთი შემდეგ და ის უკვე ცნობილი წითელი ბარათი კადრს წინ დააკვირდეთ. სრულიად უწყინარია სიტუაცია. მთელი ესპანეთის ნაკრები არის თითქმის თელს კადრში მოქცეული, არის მოედნის ცენტრი და მათი ნახევარი. და ენცო არანაირი საფრთხე არ იყო აქ. უბრალოდ რატო გაიგიჟა თავი და ბურთის წარფემაზე წავიდა გავიგე და როგორ ჩაიჭრა და წაიღო შეიძლება 1-1 დარჩენილიყო მეკარისთან 1-1 თუ არა, ანუ ცველთან მაინც დარჩება და 1-1 და იქე მე კარი იყო იქეთ. ეგ გათვლა ქონდა რომ აი ბოლო წუთებზე გმირი ვიქნები და მოვიგებო რა და იმპულსი უკვე ინსტინქტები ვეღარ გააკონტროლა რა და იქ აი კიდე აი სულელურ სიტუაციაში ცველებაც უკან გამოჩნდა კაცში გუნდელებმა რომ თავს წაიშინეს ხელი ეგრევე ვიხდნენ რაც გააკეთა. ეს იყო დაუფიქრებელი ქმედება და არ ვიცი რა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მსგავს რაღაცებს უკვე აღარ პატიობს არაფერი. ამის შემდეგ დროის ამბავი იყო მხოლოდ თუ როდის გაიტანდა გოლს ესპანეთის ნაკრები და სხვათა შორის საინტერესო რამ მოხდა გოლის მომენტში, ესპანეთის გოლის მომენტში და მაინტერესებს თუ შეამჩნიეთ ეგ დეტალი რომელიც პირდაპირ ეთერში მე გამომრჩა. მივედით გოლის ეპიზოდს და აქ რა თქმა უნდა ჯერ მოლინა უნდა აღნიშნო რომელიც ერთ-ერთი ანტიგმერი იყო ამ ეპიზოდის და ინგლისთანაც გორდონის გოლი მისი ბრალი იყო საკმაოდ ცუდი ჩემპიონატი ჰქონდა მოლინას ერთ შეხედვით ძირითადად ძველი უნდა ყოფილიყო და სამხრეთ ამერიკაში წასულმა მონტიელმა მე მგონი რაც ითამაშა ბევრად კაი შტაბეშტილება დატოვა და ალბათ აი ამ მომენტში ერთ-ერთი ცვლილება არის მე მგონი ტრავმებს და უიღბლობას რა თქმა უნდა სკალონის არ ვაბრალებ რაში შეიძლება შევედაო რომ ადრე მოვიდა მოლინას გაყვანა და მონტიელის შემოყვანა არ იყო ამის საჭიროება
გონი, არ ვიცი, ის დაუსწრებლად შორიდან ესეა. მაგრამ ფაქტია, რომ აქ ორთაბრძოლა წააგო და ასე შემდეგ, როგორც იქ ჩამოეძინა გორდონთან, აქაც ნიკოსთანაც რამდენიმე მეტრი დათმოდა, მოკლედ რა, მაგრამ ეპიზოდის დასაწყისი რა მოხდა აქ? ფერან ტორესი რატომ იყო ესეთ თამაში, სადაც ჩეხვამედის სივრცეები ბევრი არჩება და შემდეგ ეს მარტო და ეს გემრიელად შეტენა ბურთი ბადეში ვარჯიშზე რეგოლები გააქვთ ისე რა. მოდი გადავახვიოთ ცოტა უკან. ანუ მეორე დამატებული ტაიმის პირველი წუთზე გავიდა გოლი, ხო? პირველ შეტევაზე. ეს კაცი ანუ ფერან ტორეს მეორეულ და სიმეონე მისი იყო ეს მოთამაშე ერთ-ერთი ანუ პერსონალური მეორეობა გახლდათ და სტარტზე ტაიმის ერთ-ერთი პრესინგის დროს არ ვიცი იმ ეპიზოდში რატო აპრესინგებდა ესე თავგამოდებით არასაშიშ პოზიციაზე გადაიბრუნა ფეხი აქ ხედავთ კადრს. ნუ ისეთ ტრავმა არ მიუღია რომ გასაყვანი ყოფილიყო მოედნი, მაგრამ აი ხო იცი რომ ჩაგარტყამენ კუნთში, კოტში, წვივში, რაღაცა ფეხს ცოტა ცუდად დადგამ და რამდენიმე წამი რომ დისკომფორტი გაქვს და მე გაირბენ, გამოირბენ და გახურების მერე ტკივილი გადის. ეს უბანშიც გამოგვიცდია ყველას ალბათ. ეგეთი ეპიზოდი ქონდა სიმეონეს, კოჭლობით გადაადგილდებოდა რამდენიმე ათეული წამი მოედანზე. მაგრამ ანუ გადაადგილების უნარი ქონდა იქ შველა არ მოუთხოვია რაღაცა გამიყინეთ და ვაიმედეთ და ის არ დაუწყია და ჩავიდა უკან, ხედავთ აქ კადრებს, ფერანს მეურვეობდა ეპიზოდზე, ამ ეპიზოდში და გამახსენდა 2006 წელი, როცა გაუტანა ანრიმ ბრაზილიას. ზიდანმა რო ჩააწოდა და რობერტო კარლოს თასფემს იკრავდა აქ და უნდა ეყვანა ანრი ამ დროს. ეგეთი დეჟავი მქონდა რა. ახაც ანუ რო დაინახა რომ ესპანელები საჯარიმოში აწვდიდნენ და პასი არ მიდიოდა ფერანზე, ფეხზე მოიკიდა ხელი ისევ რა. მეთკინაო რაღაც ეგეთი რამე გააკეთა და წამებში ამ დროს ჩაწოდება თავი დაუგდო ნიკომ და ფერანი გაიქცა და გაიტანა. აქ ხედავთ ყველაფერი როგორ იყო რა. მისი კაცი იყო ეს რა. წარმოუდგენელია რომ თუ გტკივა და ესე გაწუხებს მაშინ ან რაღაცა იყვირე, შველა ითხოვე თუ დარბიხარ და გადაადგილდები, რაც შემდეგ გააგრძელა ჩვეულებრივ თამაში, არ ვიცი, აქ დაუდევრობას ჰქონდა მომენტი და ის ცვლების ბოლომდე დადება და რაც ახასიათებს ამ ფორმატის არგენტინის ნაკრებს, სიმეონესგან ამ ეპიზოდში ეგ ვერ დავინახეთ და მეორედ როცა უყურე მატჩს, გამოჩნდა აქ, რომ აშკარა შეცდომა იყო და ფენანი მარტო არ უნდა ყოფილიყო, მაინტერესებთ თქვენ თუ შენიშნეთ ეს ეპიზოდი. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც შეიძლება არგენტინას სანგარიშში გათანაბრება და პენალტიებმა ვიყვანა, ყველაფერს სიგიჟე იქნებოდა ეს რომ მოხდარიყო. იქნო სიმეონემ ვერ გამოიყენა მომენტი ბოლოს გვახსოვს და ეგ სენესის ეპიზოდი წარმოუდგენელი ვარდანა განახორციელა პაუ კუბარსიმ, რომელსაც დამსახურებულად მიიღო თავის ჯილდო ამ სოფლიოზე. ეს არის არ ვიცი, უბრალოდ კარიერის ვარდნა განახორციელება შეიძლება ითქვას, რა 19 წლის ბიჭმა თავის გუნდელით შეიძლება და გაეწირა იქ ვიღაცას ფეხი მოეტეხა, ისე თავგანწირით ჩაუწვა და გოლი იყო დიდი ალბათობით აქ, რომ ეს მისი ვარდნა რა, უბრალოდ მოხვედროდა ბურთი სენესის, შევარდებოდა გარში. და ბრავო მართლაც, ანუ ფლიკი ცოტა თუ უკან დაწევს ბარსელონაში დაცვის ხაზს, კუბარსის ეს ღვთაებრივი პლუსები კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება და ის შეცდომები რაც ქონდა დავინახეთ, რომ ბარსას ამოწეული დაცვის ხაზის ბრალი იყო და არა თვითონ კუბარსის ეგეც. ეს ცოტა საკოლო გადახვევა მცირე. 2000 ლაიქამდე რო აკვავს დღევანდელი ვიდეო გათამაშება ირთვება, ამის შემდეგ ამას შეგახსენებთ უცებ მესიზე უნდა თქვა ესეც ამ ეპიზოდში გული დამწყა ნამდვილად კუკურელიაზე როცა ითხოვდა წითელ ბარათს, ნუ მესისგან ეგეც რაღაცებს მიჩვეულები არ ვართ, აქ იყო არ იყო წითელი ეს მეორე ამბავი არის და ეს განიხილავენ და ასე შემდეგ, მაგრამ სხვა საკითხს ამბობ საერთოდ. ანუ ესე აპელირება მესის აქამდე მსგავს რაღაცეებზე რომ გააგდე და რაღაცა და ანუ თუ ჩაარტყამდნენ და რეალი რომ დაძდებდა ცელით რამოსტო პეპე, ეგ გასაგებია, მაგრამ აი ესეთ ეპიზოდებზე რა, აქამდე არ გვინახავს მსგავს როლში მესი და ამაზე გული დაამწყა, ნუ ხართან და დააბაო, ეგეთი ვარიანტია რა, ამ არგენტინელებთან რაღაცეები ისწავლა გუნდელებისგან როგორც ჩანს და გუნდელებმა მისგან საერთოდ ვერაფერი ვერ ისწავლეს. ამ მომენტზე ხა უნდა გადავიდე ზღვარგადასული უხეშობა, რაც ნუ არ მოსულა რა, უბრალოდ რაც თამაშის მერე გააკეთა პარედესმა. ანუ ეპიზოდი დაიწყო საჯის სასწვენის შემდეგ, ყველაფერი ესე მოხდა ქრონოლოგიურად. გაიქცნენ რა თქმა უნდა ზეიმოდნენ ესპანელები და როდრი მირბის იქ ხომაგებისკენ და ესე მიდის თავისთვის დგას და მუშტს ურტყამს მუცელში. კაცს რომელიც გარბის საზეიმოდ. ანუ სიგიჟე უბრალოდ ბინძური თამაშიც არის და ბინძურიც, მაგრამ ეს ამაზრზე ნიქმედება და არ მოსულა ეგეთი რაღაცა რა. არ ვიცი, უბრალოდ ბავშვობიდან ვერ ვიტან ეგეთ მოთამაშე კლუბს რო ხედავ. რამდენიმე მინახავს რა 27 წლის განმავლობაში. ძალიან გულდასაწყვეტი იყო რომ ეგეთი რამე იყადრა არგენტინის ნაკრებმა და აქამდე შეიძლება რომ დავიდეს ფეხბურთელიც და გუნდიც. ან დამსავრდა თამაში. შეღოჯახაშენებულად შეეშვი რა. თან ძალიან ისე ჯიგრულად და ისე ითამაშა ესპანეთმა შვიდად და პატიოსნად არანაირი რაღაც პროვოცირება ჩხუბი და ბინძური ქმედება მათი მხრიდან არ ყოფილა, საბაბი არ მიუციეთ და ამის შემდეგ გაგრძელება არის რომ პარედესმა წაიგდო გავი წიგთვაში და ორჯერ იპონზე დააგდო და მერეც
სკალონი შევარდა და თვითონ სკალონი ჩაერია გააშველა დროულად უბრალოდ რა. ძალიან ცუდი იყო რაც ვნახეთ და აი ამ ყველაფრის გამო იმსახურებდა ესპანეთი მარტო ეს რა ვიღოთ წაგებას ესეთი ხერხებით მოგება წეღან აღნიშნე კიდეს რომ მე თავად ვერ ვიტან უბრალოდ რა. არ სიამოვნებს როცა ესეთი გუნდი იგებს. და ეგ ამ ყველაფრის შემხედარე მესი როგორ საწყლად იდგა იქ თავისთვის ცრემლები მოსდიოდა უყურებდა ამ ყველაფერს და საერთოდ სხვაგან იყო რა. და ზოგადად ეს კონტრასტი ძალიან დიდი იშვიათობა და უცნაური რამ ვნახეთ რა რომ მესი თავისი სტილით, პროფილით, სათამაშო უნარებით და პიროვნულობით და აქედან არგენტინის ნაკრები თავისი სათამაშო უნარებით და დამოკიდებულებით და ეს არაკაცური ქმედებებით რაც ნახეთ ამ სოფლიო ჩემპიონატზე. უსრაულ ან ატლეტიკოს პლუს მესიო ამბობდნენ რა და მე მგონი უარესი არის მადრიდის ატლეტიკოსგანაც კი არ მინახავს მსგავს ქმედებები სამწუხაროდ რაც ალბისელესტესგან ნახეთ ამ ტურნირზე. სამსაჯო თემასთან დაუბრუნდი ხა თავში დაგპირდით რომ ამ თემას შევეხებოდი იყოს თუ საუბრები რომ აი ის დაუდეს საჯმა გაათრია გამოათრია რაღაცა და ასე შემდეგ და ესე რომ ჩავყვეთ და ზოგადად ფეხბურთის ისტორია იმდენი საკამათო ფაქტით არის აღსავსე და იმდენი რამ არის კონსპირაციების თეორიებზე რომ ვისაუბროთ მაგას ცალკე გადაცემა სჭირდება და საერთოდ სხვა სივრცე არის ეგ რა და ერთი ფაქტი მინდა უბრალოდ განახოთ მესის მოძულეები, რომლებიც ჭარბად არიან, არ დავაკონკრეტებ, რომელ ფრთას წარმოადგენენ, ეგენი ეს ფოტო AI-ით დააგენერირეს, ანუ ხელოვნურმა ინტელექტმა და სპენსი მესის წინააღმდეგ ნახევარფინალში. და ვითომ აქ მესის ფეხი დაადგა ტერფზე და წაართვა ფურთი და მე გავიდა გოლი ჩააწოდა ლაუტაროზე. აი ხედავთ კადრს რეალურად რა მოხდა რა და როგორი იყო და ამას დაათრევენ იქეთ-აქეთ ძალიან ბევრი კომენტარი შემხვდა მეც. Facebook-ზე, TikTok-ზე პირაშიც მომწერეს. ანუ თუ არიცით ინფორმაციის მოძიება და სიმართლის და იმის ერთმანეთისგან გარჩევა რა, რომელი ყოლა და რომელი მართალი შეეშვით მაშინ რა, ეს სიზურვილი ნუ გაბრმავებთ რა. ჯერ გაძევებაზე რო იყო კიდე საუბარი ალჟირთან. ჯერ მაგაზე ორჯერ უფრო უხეში ეპიზოდები იყო და არავინ გაუგდიათ. მესი რო დაიტრიალეთ და დაიხვიეთ ხელზე და მეორე პროფესიონალურადაც აიხსნა FIFA-ს წესებით სხვა მსაჯების მიერ ეპიზოდი რომ რატო არ იყო ეგ წითელი და იყო ყვითელი. და ეგეც ბევრჯერ Facebook-ზე და TikTok-ზე ადამიანებს უპასუხეთ. ანუ თუ არ გინდათ წესების დანახვა და სიძულვილი გალაპარაკეთ, მაშინ კი ბატონო. მაგრამ ანუ AI-ის დაგენერირებული ფოტოებით და იმ ციყალბით რომ დაძდევთ მესის და 39 წლის ფეხბურთელმა რომელმაც ეგეთი რაღაცები ღვთაებრივი რაღაცები ჩაიდინა და ამით დაძდევთ, მაგრად ეხავს რა, ძალიან მაგრად ეხავს. ეგეთი რაღაცა და მოდი ჯერ ოფიციალური ინფორმაცია ნახეთ. წესის მიხედვით რა და როგორ არის, იქ AI იმ ხوار შეგიყვანათ, შეცდომაში ეგ გაარკვიეთ და მერე დაუწყეთ ვიღაცას საჯაროდ დავა რა. ეს არის ჩემი უმორჩილესი თხოვნა. არ დავიღლები ამ თემაზე პასუხით, იმიტომ რომ რა და არგუმენტები არასდროს დამელევა საფეხბურთო თემაზე კამათის დროს. ეგ არ მოხდება არასდროს, მაგის იმედი ტყუილად არ გქონდეთ. ფურია რო ხარ დავიწყოთ ეხა ქებაი და დიდებაი საოცარი ნაკრები არაერთხელ ვახსენე წინა ვიდეოშიც სოციალურ ქსელებშიც რომ ეს იყო ესპანეთის ნაკრების 60% რაც ვიხილეთ. გაცილებით ძლიერია ესპანეთი. ნახეთ ეს Euro 2024-ზე წინა საკვალიფიკაციო ციკლში ერთა ლიგაზე და ამ შემდეგ ფრინავენ უბრალოდ პედრი არ ყავდათ ფორმაში, იამალი არ ყავდათ ფორმაში, ნიკო უილიამსი არ ყავდათ ფორმაში და რამხელა ძალა არის ეს სამი ადამიანი ამ ნაკრებისთვის. ვინც ფეხბურთში ღრმათხად შეხედული და საკლუბოს ადვენე თვალს დამეთანხმებით. და არა მარტო, კიდე დიდი რესურსია. იზრდება, მზარდი არის ეს ყველაფერი. ფერმინ ლოპესი დაიმტრა არ ყავდათ. ბარსელონაში იყო საუკეთესო გასულ სეზონში ნახევარდაცვაში ალბათ. ეგ რო ოლმოს შეცვლიდა ხოლმე, ნუ არ ვიცი ხარ ამხელა რესურსი აქვს თამათ. უბრალოდ საგიჟეთი არის ნაკრები კი არა და მომდევნო სოფლიო ესპანეთშია და back to back ვამბობენ ზედიზედ არგენტინამ კი არა, შეიძლება ესპანეთთან დადოს ეგ სოფლიო და ევროპა რომელიც ბრიტანეთში არის, football's coming home კიდე შეიძლება გადაუდონ ინგლისელებს და ისევ ესპანეთთან წამოიღოს თან როგორ უყვარს ეს ევროპა სოფლიო ევროპა ესე მიყოლება, ეგ კარგად ვიცით. საოცარი ნაკრებია ზღაპრული და აბსოლუტურად დამსახურებული სოფლიო ჩემპიონი. არგენტინასაც შეეხება უბრალოდ გვარებს და კლუბებს რო უყურებ ფეხბურთელები ვინები არიან სათამაშობენ ამ გუნდმა რაც მოიგო სკალონის ბრავო ეს სიბინძურეები და უხეშობები გასაგებია ეს ყველაფერი ვისაუბრეთ ამაზე რაც გააკეთეს 2022 სოფლიოზე იქ ორი კოპა მოიგეს პლუსი მარაკანაზე ფინალი ბრაზილიასთან ანუ ამ სოფლიოზე მოქმედ ჩემპიონებს როგორ სტატისტიკა ხედავთ რა 95% თუ 19 ან ჯგუფში რჩება ან ვერაფერიდან ვარდება ესენი ფინალში გავიდნენ ზედიზედ ეგ ადვილი გზა ქონდა და რაღაც ეგ არის ეგ როგორ თემა იცი საჭო ყავაზე მკითხაობის თემაა რა მოეგო პორტუგალიას თურქეთს ურუგვაის თავის თამაშები და შეხვდებოდნენ აქეთ არგენტინას და იავარდით მოფენილი გზა არგენტინას არ ექნებოდა ეგ ამათ პრობლემა არ არის უბრალოდ აპლოდისმენტები არგენტინასაც ესპანეთის არ იყოს საოცარი ეპოქალური გუნდი იყო და რასაც მიაღწიეს არასდროს მიეცემა დავიწყებას ისტორიაში ისევე როგორც
მესიზე არ ვისაუბრებ დღეს ბევრს შეგნებულად, იმიტომ რომ რაღაც ფაიერვოლი გამოთხოვება და ემოციები დაუღვარა უნდა და ამისთვის ჯერ მზად არ ვარ. ამას ცალკე გადაცემა იქნება, სხვა დროს იქნება, როცა წასვლაზე გამოაცხადებს და ასე შემდეგ და ეხლა უბრალოდ ოქროს ბურთის თემას უნდა შევიხო ბოლოსკენ. ესპანეთის ჩემპიონობამ კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა და საკმაოდ ისეთი თემაა რა, რთულად გამოსასწრებია და ესეთი ბოლო წელი როდის იყო ვერ ვიხსენებ. კვარაცხელიას ამბავს მარტივად მოუჭრი და დავასრულებ რომ წინასწარ თავი არ დაიიმედოთ, ვერ მოიგებს ხვიჩა ოქროს ბურთს, ჯობს რომ ესეთ დაბალი მოლოდინებით იყოთ და მე გაგიხარდეთ ეს ჯობს, ვიდრე ფუჭი იმედებით აღივსოთ და მე საერთოდ ხუთეულს მიღვადატონ დიდი შანსია. ჰარი კეინი ლიდერობს, მსოფლიო ჩემპიონატი მაინც თავისას შვება და კვარაზე ვიტყვი კიდე რომ მსოფლიოს თემაა რა, რო ეთამაშა მსოფლიოზე და მე-16 ფინალამდე მაინც მივსულიყავი და 1-2 გოლი გაეტანა, დარწმუნებული ვარ რომ ხვიჩა იღებდა ოქროს ბურთს. უეჭველი, ისეთი მუნდიალი იყო რომ წაიღებდა რა ოქროს ბურთს. მაგრამ ვერ გავედით სანიოლი ყავს მთელი რას ვიზამთ. ეხლა კეინი რატო? ბუკმეიკერების ამბავში უკვე გადავიდა პირველ ადგილზე, დაწინაურდა კეინი, ფრანგებმა ვერ გამოიშინეს თავი ვინც იყო ფავორიტი, ანუ ოლისეზე საუბრობდნენ, არა მარტო სანიოლი იქაჩებოდა ამაზე, მაგრამ ოლისემ ყველა რთული მატჩი ჩააგდო, შვედეთის შემდეგ, შვედეთი რთულია, არ ვიცი საერთოდ, შეიძლება ეწოდოს. დემბელე მესამე ტიპი იყო ნაკრებში, ბაპე საკლუბოზე ვერ უმაგრებს ზურგს და მოკლედ ფრანგები ჩააჩოჩეს რა, ესე რა მშვიდად და. როდრი იამალს წევენ წინ, არა მგონია, ესპანელ, ანუ საკლუბო სეზონი არც ერთს მგონია ისეთი დომინანტი და არ ვიცი, მართლა კეინი თან ლონდონში არის წელს ოქროს ბურთის დაჯილდოება ისტორიაში პირველად, პარიზში არ გაიმართება. ეგეც რაღაცნაირი დამთხევა არის რა და მე მგონი ჰარის ნახოთ, თქვენ რას ფიქრობთ? არ ვიცი, მე უფრო კეინისკენ ვიხრები რა. არ მგონია რომ როდრის წარმოუდგენელია რომ როდრის მისცენ. ეს რაც მოიგო ტურნირის საუკეთესო, ეგეც ზედმეტი და საკამათო იყო. ნუ მესის უნდა მოიგო გულახდილად რომ ვისაუბროთ ამაზე 39 წლის ფეხბურთელი ესეთ სტატისტიკას ოდადებს, უნდა მოიგოს, მაგრამ ნუ არ არის ეს თემა ჩემთვის მტკივნეული და განსახილველი ზოგი რო ძალიან ემოციურად შეხვდა Facebook-ზე პოსტები და რაღაც. ნუ რაც იყო. მოკლედ ოქროს ბურთზე დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, რაც ფიქრობთ. ძალიან საინტერესო თემა არის. ხვიჩაზე და არა მარტო ხვიჩაზე. და გათამაშება ბოლოსკენ მივედით იქამდე ტრადიციულად უცებ ახსნი 2000 ლაიქზე როგორც კი ავა ვიდეო ჩაერთვება ეგრევე გათამაშება და 20 თქვენგანი 20 საინტერესო კომენტარს ავარჩევ და მოიგებს კლუბი, ნაკრები, რეტრო სურათია საფეხბურთო მაისტროს თქვენთვის სასურველს. ამიტომ დაწერეთ კომენტარები ამ დღევანდელ ვიდეოსთან დაკავშირებით თემებზე, გამოუშვით საუკეთესო საინტერესო მსჯელობა და მინიმუმ 2000 ლაიქზე უეჭველი უნდა ავიდეს ვიდეო რომ გათამაშება ჩაერთოს. ძალიან გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, კრისტალ სპორტის YouTube არხი, რომ ჩვენი გუნდის შრომა დაფასდეს და მომავალში კიდევ უფრო მეტ და ძალიან მაგარ ანალიტიკურ ვიდეოებს შემოგთავაზებთ და სიახლეებითაც გაგანებივრებთ. დიდი მადლობა დროის დათმობისთვის და აბა მაგრად.